გამარჯობა, მადლობა რომ შემოიხედეთ. ამ ახზე იმდენი ხანი არაფერი დადებულა, მგონი უკვე მკვირიც დაედო ჩემს YouTube-ს, მაგრამ დღეს ახალი ისტორიით მოვედი თქვენთან და მინდა მოგიყვეთ BTK მკვლელზე, რომელმაც ამერიკაში 1970 წლებიდან დაიწყო თავისი საქმიანობა. ისტორია 1974 წლის 15 იანვარს იწყება, როდესაც 15 წლის ჩარლი ოტერო სახლში ბრუნდებოდა სკოლიდან. მას სახლში დედა, მამა და და-ძმა ელოდებოდნენ. თავდაპირველად, როდესაც ის სახლს მიუახლოვდა, მას გაუკვირდა, რომ მისი ძაღლი გარეთ იყო, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ის სახლში იყო ხოლმე და გარეთ არ უშვებდნენ. ჩარლი ჩვეულებრივ შევიდა სახლში და უცნაური სიჩუმე იგრძნო, რამაც ეგრევე დაძაბა. მან ჯერ იკითხა, იყო თუ არა ვინმე სახლში და შემდეგ გაემართა თავისი მშობლების საძინებლისკენ, სადაც მას საშინელი სურათი დახვდა. მისი 38 წლის მამა ხელებშეკრული იწვა საწოლზე და დედაც იქვე იმავე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჩარლი რამდენიმე წამის განმავლობაში გაშეშდა, თუმცა მალევე გაემართა მეზობლებისთვის დახმარების სათხოვნელად. სახლში მისულმა მეზობელმა სცადა ეგრევე პოლიციის გამოძახება, თუმცა ტელეფონის კაბელები გადაჭრილი აღმოჩნდა. პოლიცია მან თავისი სახლიდან გამოიძახა და ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა საშინელი სურათი აღმოაჩინეს. გარდა მშობლების საძინებლისა, ერთ-ერთ ოთახში მათ დახვდათ ჩარლის უმცროსი ძმის ცხედარი, რომელსაც ხელები შეკრული ჰქონდა და თავზე პარკი ჰქონდა შემოხვეული. ასევე სარდაფში ჩარლის 11 წლის და წყლის მილზე დახვდათ ჩამოკიდებული, რომელსაც მხოლოდ ლურჯი მაისური და წინდები ეცვა. მშობლების საძინებელში მათ დახვდათ დედას ჩანთა ამოყირავებული და ნივთები მაგიდაზე გაფანტული, რამაც აფიქრებინათ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო ძარცვის მცდელობა. თუმცა სარდაფში გოგონას გვერდით აღმოჩენილმა სპერმის კვალმა ეს გამოძიება საერთოდ სხვა კუთხით წაიყვანა. სავარაუდოდ ეს ძარცვა კი არა, მკვლელის სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილება იყო. ოტეროს ოჯახი ერთ-ერთი ჩვეულებრივი ოჯახი იყო, რომელსაც მტრები არ ჰყავდა. შემდეგი შემთხვევა მოხდა 1974 წლის 4 აპრილს, როდესაც და-ძმა კევინ და კეტრინ ბრაიტი კეტრინის სახლში შევიდნენ. მათ იქ მამაკაცი დახვდა იარაღით, რომელმაც უთხრა, რომ მას სასწრაფოდ ფული სჭირდებოდა. იარაღის საშუალებით მან აიძულა, რომ ერთმანეთისთვის ხელები შეეკრათ და კევინი სხვა ოთახში გაიყვანა. კევინმა მას წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა თავდასხმელი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მან კევინს თავში ერთი ტყვია ესროლა. ამის შემდეგ დატოვა ოთახი და გაემართა კეტრინთან. ის დარწმუნებული იყო, რომ სახლში მათ გარდა არავინ იყო და ძალიან გაუკვირდა, როდესაც გვერდითა ოთახიდან ხმაური გაიგო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კევინი ამ ერთ ტყვიას გადაურჩა და ხელმეორედ სცადა მასთან შეწინააღმდეგება. თუმცა კიდევ ერთი ტყვია მიიღო თავში. ამის შემდეგ მკვლელი დარწმუნდა, რომ ძმა უკვე გარდაცვლილი იყო და შეუდგა კეტრინს. თუმცა კევინმა ორივე ტყვიით შეძლო სახლიდან გაქცევა და დახმარების თხოვნა. მათთან მისულმა მეზობლებმა აღმოაჩინეს კეტრინი ჯერ კიდევ ცოცხალ მდგომარეობაში, თუმცა მას მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული დანით. პოლიციამ სწრაფად დაკითხა კეტრინი და კევინი და ამის შემდეგ გადაიყვანეს ისინი საავადმყოფოში, თუმცა კეტრინი 5 საათის შემდეგ გარდაიცვალა, კევინი კი გადარჩა. მან პოლიციას შეუდგინა ფოტორობოტი, თუმცა ეს მათ რეალურად არ დაეხმარა, რადგან კევინს მისი სახე ზედმიწევნით კარგად არ ახსოვდა, მას მხოლოდ ახსოვდა, რომ ის იყო თეთრკანიანი მამაკაცი ულვაშით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე შემთხვევაში თავდასხმელი მსხვერპლს ხელფეხს უკრავდა არა ჩვეულებრივი კვანძით, როგორც ეს ჩვეულებრივი ადამიანი გააკეთებდა, არამედ ეგრეთ წოდებული ოთხკუთხედი კვანძით, რომელიც დამახასიათებელი იყო სამხედროებისთვის. ამის შემდეგ გასაკვირველია, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან დააკავშირეს და დამნაშავის ძებნა იმავე ქალაქში დაიწყეს, სადაც ეს ორი ამბავი მოხდა. პოლიციის ყურადღება ორმა ძმამ მიიპყრო, რომელიც აქამდე ნასამართლებლები იყვნენ. ერთი რამდენჯერმე ციხეში იჯდა, მეორე კი ცნობილი იყო იმით, რომ თავის ცოლს სცემდა. დაკავების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გაზეთმა გამოაქვეყნა, თუმცა მალევე ამ გაზეთის რედაქციაში შევიდა ზარი. უცნობმა თქვა, რომ თუ ვინმე ბიბლიოთეკაში მექანიკური ინჟინერიის შესახებ იპოვის წიგნს, იქ ძალიან საინტერესო რაიმეს აღმოაჩენს. წიგნში რაღაც წერილის მსგავსი იყო, რომელშიც ეწერა: წუხვა რომ ეს მოხდა, მიჭირს თავის კონტროლი. ალბათ გიჩს მიწოდებთ. არ ვიცი, როდის გამოჩნდა ეს მონსტრი ჩემს თავში, მაგრამ ახლა იქ არის. ვერ შევაჩერებ. იქნებ თქვენ შეძლოთ, წარმატებებს გისურვებთ. და ბოლოს ეწერა: ნუ ხარჯავთ გადასახადის გადამხდელთა ფულს. ამ ორს ამ საქმესთან არაფერი აქვს საერთო. მარტო ვმუშაობდი.
ჩემი კოდური სიტყვები იყო დააბი, აწამე, მოკალი. ანუ bind them, torture them, kill them. რის შემდეგაც მიიღო ამ მკვლელმა ზედმეტსახელი BTK killer-ი. ამ წერილმა პოლიცია დამნაშავემდე ვერ მიიყვანა და შემდეგი დანაშაულისთვის მათ 3 წელი მოუხდა თლოდინი. 1977 წლის 17 მარტს ერთ-ერთი სახლის კარზე ქაოტური კაკუნი გაისმა და როდესაც სახლის პატრონმა კარები გააღო, მან ნატირებული ბავშვი დაინახა, რომელიც თხოვდა პოლიციის გამოძახებას, რადგან ვიღაც კაცმა დედამისი მოკლა. ეს შირლი ვაინის შვილი იყო, რომელმაც შემდეგში მოყვა, რომ კარზე კაკუნი გაიგონა და გაღების შემდეგ მან დაინახა კაცი რევოლვერით, რომელმაც უთხრა, რომ კერძო დეტექტივი იყო და იარაღის მუქარით მას სახლში შესვლა უბრძანა. რა თქმა უნდა, დამნაშავის სამიზნე შირლი იყო და იმის გამო, რომ ბავშვები ძალიან ტიროდნენ, ამან მკვლელი გააღიზიანა და ისინი საპირფარეშოში ჩაკეტა. შემდეგ შეუდგა შირლისთან გასწორებას. მან მისი ხელფეხი ისევ კვადრატული კვანძით შეკრა, თავზე პარკით ჩამოაცვა და მოკლა. ამის შემდეგ ის მშვიდად გავიდა სახლიდან და ბავშვები ისევ აბაზანაში დატოვა. თუმცა მათ მოახერხეს რაღაც დროის შემდეგ კარების გახსნა და შირლის უფროსმა შვილმა სწორედ ამის შემდეგ სთხოვა მეზობელს დახმარება. იმავე 1977 წელს პოლიციაში შევიდა ზარი და უცნობმა ხმამ უთხრა, რომ თუ ისინი კონკრეტულ მისამართზე მიხვდებოდნენ, იქ ნახავდნენ მოკლულ გოგონას. You will find a homicide at 43 South Pershing, Nancy Fox. ეს იყო ნენსი ფოქსი. ნენსისთან მისულმა პოლიციამ, რა თქმა უნდა, აღმოაჩინა მოკლული გოგო, ასევე კვადრატული კვანძებით შეკრული ხელფეხით და გაწყვეტილი სატელეფონო ხაზებით. პოლიციამ, რა თქმა უნდა, სცადა ზარის დადგენა, თუმცა ეს ზარი განხორციელდა ქუჩის ტელეფონიდან და კვალზე გასვლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. 3 თვის შემდეგ ადგილობრივ გაზეთში შევიდა წერილი. მასში უცნობი პირი აღწერდა ყოველთავის მკვლელობას დეტალურად და წუხდა იმის გამო, რომ პოლიცია მას არასათანადო ყურადღებას უთმობს. იმასაც კი კითხულობდა, რომ კიდევ რამდენი ადამიანის მოკლა იყო საჭირო, რომ ის გაზეთში მოხვედრილიყო. წერილს თან ერთვოდა ხელით დახატული ნახატი, რომელიც ნენსი ფოქსის მკვლელობას აღწერდა. რა თქმა უნდა, პოლიციამ სცადა წერილის საშუალებით კვალზე გასვლა, თუმცა მას არაფერი გამოვიდა, ვინაიდან ეს წერილი ორიგინალი წერილის ასლი იყო. ის არა მხოლოდ პირველი ასლი იყო, მკვლელმა ჯერ ერთი წერილი დაწერა, შემდეგ ამის ასლი გადაიღო, შემდეგ ამ ასლის ასლი და ასე რამდენჯერმე. რთულია ითქვას როგორ, თუმცა პროფესიონალებმა დაადგინეს, რომ ეს ასლები ადგილობრივ უნივერსიტეტში იყო გადაღებული. რამაც აფიქრებინათ, რომ მკვლელი შესაძლოა ამ უნივერსიტეტში ან სტუდენტი, ან მასწავლებელი ყოფილიყო. აუცილებლად უნდა ვახსენოთ 60 წლის ანა ვილიამსი, რომელმაც საფოსტო ყუთში თავისი დაკარგული კაშნე იპოვა წერილთან ერთად. წერილში ეწერა შემდეგი: გაგიხარდეს, რომ სახლში არ ვიყავი, რადგან მე ვიყავი. როგორც შემდეგში გაირკვა, BTK მკვლელს მისი მოკლა სურდა ჩვეული წესით, თუმცა იმ დღეს ანა თავის მეგობრებთან ერთად შეყონდა შეხვედრაზე, რის გამოც სახლში დააგვიანდა და მკვლელი მას არ დაელოდა და უბრალოდ სახლიდან წავიდა. ანა ისე შეშინდა, რომ თავისი საცხოვრებელი მისამართიც მალევე შეიცვალა. 9 წლის განმავლობაში BTK-ისგან არაფერი ისმოდა, არც წერილები მიდიოდა გაზეთში, არც ზარები შედიოდა და არც მსგავსი მკვლელობები ხდებოდა, რამაც პოლიცია და მოსახლეობა აფიქრებინა, რომ ის ან უკვე ციხეში იმყოფებოდა რაიმე სხვა დანაშაულისთვის, ან კიდევ უბრალოდ მოკვდა და ის უბრალოდ ურბანულ ლეგენდად გადაიქცა. 9 წლის შემდეგ 1986 წელს პოლიციაში შევიდა ბილ ბეგალის ზარი, რომელიც ამბობდა, რომ მისი ცოლი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას ვიღაც თავს დაესხა. როგორც შემდეგში გაირკვა, მასთან დააკაკუნა უცნობმა მამაკაცმა და უთხრა, რომ ტელეფონის ხაზების შემოწმება ევალებოდა. ქალმა ის სახლში შეუშვა, რის შემდეგაც მან იარაღი ამოიღო და ქალს ხელფეხი შეუკრა. ამ მომენტში სახლში მისი ორი შვილი იმყოფებოდა. დამნაშავემ ვიკი დაახრჩო და იმის შემდეგ, რაც იფიქრა, რომ ვიკი უკვე მკვდარი იყო, სახლიდან წავიდა. თუმცა ვიკი ცოცხალი აღმოჩნდა და ის რამდენიმე საათის განმავლობაში კიდევ ცოცხლობდა, თუმცა ექიმებმა საბოლოოდ მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მიუხედავად ნაცნობი ხელწერისა, პოლიციამ ეს მკვლელობა BTK-ისთან არ დააკავშირა და მათ იფიქრეს, რომ ეს უბრალოდ იყო ვინმე, ვინც მას ბაძავდა, რადგან BTK ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ ჩანდა. პოლიციამ ვიკის ფრჩხილების ქვეშ აღმოაჩინა ადამიანის სკანი,
და მხოლოდ ამის შემდეგ შეადარეს იმ დნმ-ს, რომელიც BTK-მ პირველი ოჯახის მკვლელობისას 11 წლის გოგონას გვერდზე დატოვა. ამ დროს უკვე ცხადი გახდა, რომ BTK დაბრუნდა, თუმცა პოლიციამ მისი დაჭერა ვერ მოახერხა, რადგან მის ბაზებში ეს დნმ-ი არც ერთ დნმ-ს არ შეესაბამებოდა. 2004 წელს ქალაქის ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც BTK-ის მკვლელობებს აღწერდა, ასევე მის ზარებსა და წერილებს. მისი ბოლო მკვლელობიდან უკვე 20 წელი იყო გასული და უმრავლესობა მას უბრალოდ მკვდრად თვლიდა. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციაში მივიდა წერილი, რომელმაც მთელი ქალაქი კვლავ შეძრა. კონვერტში ვიკიპედალის მართვისმოწმობის ასლი იყო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა კი არ იყო, არამედ ეს წერილი ნამდვილად BTK-მ გამოაგზავნა. 5 კვირის შემდეგ მათ კიდევ ერთი წერილი მიიღეს, რომელიც იყო სამგვერდიანი. პირველ გვერდზე BTK-ის ისტორია იყო დაწერილი, რომელსაც მოჰყვებოდა ასოებისგან და ციფრებისგან შემდგარი თავსატეხი. კიდევ ცოტა ხანში მან ქალაქის ცენტრში გაჩერებასთან დატოვა პარკი, რომელშიც იყო მისი პირველი მკვლელობის ოტეროს ოჯახის მოკლის ესკიზი და ასევე წყლის მილზე ჩამოკიდებული 11 წლის გოგონას ნახატი. ნათელი იყო, რომ მკვლელი ისევ პოლიციას დასცინოდა, თუმცა როგორც ეტყვიან, მედალს ორი მხარე აქვს და ეს ყოველი დაცინვა მისი დაჭერის ახალი შანსი იყო. შემდეგი შეტყობინება იმავე 2004 წელს მიიღეს, როდესაც UPS-ის თანამშრომელმა უცნაური პაკეტი მიიღო, რომელშიც იყო მრავალი ბარათი სხვადასხვანაირი გამოსახულებებით. ერთ-ერთ გამოსახულებაზე ქალი იყო დახატული, რომლის გამომეტყველებაც შემზარავი იყო. კონვერტში ასევე იყო რაღაც ავტობიოგრაფიის მსგავსი, იქ მკვლელი აღწერდა თავის ცხოვრებას და რამდენიმე დეტალს აწვდიდა პოლიციას, მაგალითად ის, რომ ის დაიბადა 1929 წელს, რომ ძირითადად რკინიგზასთან ახლოს ცხოვრობდა. რამდენიმე კვირაში პოლიციამ ეს ავტობიოგრაფია გაზეთში გამოაქვეყნა, რაც მათი აზრით უდავოდ გაახარებდა წერილის ავტორს. სინამდვილეში პოლიციას ჰქონდა გეგმა, რომ მკვლელი ხაზზე უნდა ჰყოლოდა ამ გაზეთს და ის, რომ მკვლელი არ უნდა გაეღიზიანებინათ, ცუდი მასზე არ უნდა დაეწერათ და ისინი თვლიდნენ, რომ ის შეცდომას აუცილებლად დაუშვებდა. 2004 წლის ბოლოს ერთ-ერთმა კაცმა სეირნობის დროს აღმოაჩინა უცნაური პარკი და მისი გახსნის შემდეგ მან იქ იპოვა თოჯინა, რომელსაც ფეხზე ნენსი ფოქსის მართვის მოწმობა ჰქონდა მიბმული. ამ აღმოჩენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კიდევ აღმოაჩინეს ერთ-ერთი ბულღულეულის ყუთი, რომელშიც იდო თოჯინა, რომელსაც ყელზე ჰქონდა თოკი მიბმული და ეს ასახიერებდა მისი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლის 11 წლის ჯოზეფინა ოტეროს სიკვდილს. უცნაური ის იყო, რომ BTK-ის ურთიერთობა მხოლოდ ამ კატათა გობანას თამაშით შემოიფარგლებოდა და ამ დროის განმავლობაში მას არავინ მოუკლავს. 2005 წლის თებერვალში BTK-მ პოლიციას გაუგზავნა შეტყობინება, რომ მას სურდა კომუნიკაციის შეცვლა, რაც გულისხმობდა იმას, რომ მას აღარ სურდა გაზეთში დაბეჭდვა და სურდა დისკების გაგზავნა. ფონდის აფრთხილებდა, რომ პოლიციას გულახდილად უნდა ეთქვა, შეძლებდნენ თუ არა ისინი დისკის საშუალებით მისი ვინაობის დადგენას. პოლიციამ პასუხად მას გაზეთში წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ რექს ყველაფერი კარგად იქნება. მან მკვლელი აფიქრებინა, რომ პოლიცია დისკის საშუალებით მის ვინაობას ვერ გაიგებდა და მალევე მან გაზეთში სატესტო დისკი გააგზავნა. დისკი ცარიელი იყო, თუმცა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მასზე მანამდე ინფორმაცია ინახებოდა. პოლიციამ დაადგინა, რომ ეს დისკი გამოიყენებოდა ადგილობრივ ეკლესიაში და რომ ის მუშაობდა ვინმე დენისის კომპიუტერზე. ეკლესიის საიტზე მხოლოდ ერთი დენისი იყო. ეს იყო დენის რეიდერი, 50 წლის მამაკაცი, რომელსაც ცოლი და 2 შვილი ყავდა. მისი დანახვისას არჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს კაცი ცივსისხლიანი მკვლელი იყო. პირიქით ის წესრიგის მცველი და მეოჯახე სამაგალითო მამა იყო. ეს მომენტი პოლიციას გარანტიას არ აძლევდა, რომ დენისი ნამდვილად მკვლელი იყო. ამის გადამოწმება უშუალოდ დნმ-ით იყო აუცილებელი. პოლიციას უკვე ჰქონდა BTK-ის დნმ,
და მათ უნდა ეპოვათ მსგავსი დნმ და ჩაუვარდათ შესანიშნავი შესაძლებლობა გადაემოწმებინათ, ვინაიდან დენის რეიდერის ქალიშვილმა ცოტა ხნით ადრე ჩააბარა სისხლი და სწორედ ამის დახმარებით გააგზავნეს ეს ორი დნმ შედარებისთვის. რამდენიმე დღეში ექსპერტის პასუხიც მოვიდა და ის წერდა: შემიძლია ვთქვა შემდეგი: ქალს, რომლის დნმ-ის ნიმუშიც მომეცით, ბიოლოგიური კავშირი აქვს თქვენ სერიულ მკვლელთან. სწორედ ამ მომენტში გახდა ცნობილი დაზუსტებით BTK კილერის ვინაობა. დენის რეიდერი იყო ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით ცხოველების მიმართ, ასევე ის იყო ნარცისი, მუდამ უნდოდა საზოგადოების ცენტრში ყოფნა და სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ის ითხოვდა მისი ჩადენილი დანაშაულებების დაბეჭდვას გაზეთში. ის პასუხისმგებელი იყო ქალაქში წესრიგზე, რომ ყველას მოწესრიგებული ჰქონოდა კარმიდამო, რომ დროულად შეჭრილი იყო ქუჩაში ხეები, რომ ყველა ძაღლი დაბმული და ალიკაპით ესეირნებინათ. და მეზობლები შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ ის ძალიან გამაღიზიანებელი იყო თავისი საქციელებით, მას შეეძლო საათობით ლექციის წაკითხვა იმის თაობაზე, რომ რომელიღაც მეზობელს დროულად არ ჰქონდა გაზონი შეჭრილი და ასევე იხსენებდნენ შემთხვევას, როდესაც მან უმიზეზოდ დააძინა ერთ-ერთი მაცხოვრებლის ძაღლი და მიზეზად ის დაასახელა, რომ ეს ძაღლი რაღაც განსაკუთრებულ ხმაურს ქმნიდა. როგორც უკვე გითხარით, მას ჰყავდა ოჯახი და ზუსტად იმ 9 წლის განმავლობაში, როდესაც მის შესახებ არაფერი ისმოდა, მას ეყოლა შვილი და თავისი სექსუალური ფანტაზიები მან ამ ხნის განმავლობაში გვერდზე გადადო. თუმცა, როგორც შემდეგ თვითონ იძახის, მას ჰქონდა უნარი, რომ ცხადად გაეხსენებინა ყველა ის საშინელება, რასაც ის თავის მსხვერპლებს უკეთებდა და ამით მიეღო სიამოვნება. ერთ-ერთ დაკითხვაზე ის ამბობდა, რომ მას წინასწარ ჰქონდა მომზადებული, ასე ვთქვათ, არსენალი იმისთვის, რომ თავისი ფანტაზიების სისრულეში მოეყვანა. ის წინასწარ ხატავდა თავის გონებაში სცენარს და შემდეგ რეალობაში ზუსტად ამ სცენარს მიყვებოდა. ეს მის თავში იყო რაღაც შოუს მსგავსი, რომელიც მას შემდეგ აუცილებლად უნდა აესრულებინა. ესე ვთქვათ, ის იყო თავისი ფანტაზიების რეჟისორი. Once that person became a fantasy, I could just loop it over. I'd lay in bed at night thinking about this person, the events and how it's going to happen, and it became a real, almost like a picture show. You know, I wanted to go ahead and produce it, direct it, and go through with it, no matter what the costs were, the consequences. It was going to happen one way or another. The stage is when you start learning more about your victims, potential victims. I went to the library, I looked up their names, that address, cross-referenced, and called them a couple of times. Drove by there whenever I could. სასამართლოზე დენისი ხშირად უსწორებდა მოსამართლეს, აკეთებდა თავის კომენტარებს დეტალებთან დაკავშირებით და თავის ყველა დანაშაულს ის უწოდებდა პროექტს. მას არ გააჩნდა ემპათიის უნარი და არანაირ ბრალს არ გრძნობდა მსხვერპლების წინაშე. დანაშაულის ადგილიდან მას ხშირად მიჰქონდა მსხვერპლის რაიმე ნივთი და ამ ნივთთან შეხების დროს ის ისევ გრძნობდა იმ ემოციებს, რასაც დანაშაულების ჩადენის დროს. მას ასევე წამოუღია მსხვერპლის სახლებიდან მათი საცვლები, პენუარები და იყო შემთხვევა, როდესაც ის სახლში მარტო იმყოფებოდა, მან ჩაიცვა ერთ-ერთი თავისი მსხვერპლის საცვლები და პენუარი და ეს დაინახა სახლში მისულმა ცოლმა, რამაც მის ცოლში გამოიწვია ზიზღის გრძნობა და ის დაჟინებით სთხოვდა რეიდერს, რომ მისულიყო ფსიქოლოგთან, რომ ესე ვთქვათ, ემკურნალა თავისი ფეტიშისთვის. მეუღლემ მას სთხოვა, რომ მსგავსი რამე კიდევ ერთხელ არ მომხდარიყო, ვინაიდან ეს იქნებოდა საბაბი მათი განშორების. დენისი ხვდებოდა, რომ თუ მეუღლე ამის შესახებ სადმე იტყოდა, ან სადმე გააცხადებდა, ეს გახდებოდა მიზეზი იმისთვის, რომ პოლიციას მასზე ეჭვი მიეტანა. მსგავსი შემთხვევა მეორედაც მოხდა, თუმცა ეს მაინც
არ გახდა იმის მიზეზი, რომ მისი ცოლი მას დაშორებოდა. იმის შემდეგ, რაც დენისზე სიმართლე გაირკვა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ის არ დალოდებოდა კანონით განსაზღვრული 90 დღის განმავლობაში და დაუყოვნებლივ გაეფორმებინა განქორწინება მასა და მის მეუღლეს შორის, რადგან ეს მომენტი ძლიერ ფსიქოლოგიურ საფრთხეს უქმნიდა რეიდერის ცოლს. დენის რეიდერი დღესაც ციხეში იმყოფება, მას მიუსაჯეს რამდენიმე სამუდამო პატიმრობა, თუმცა კარგი ყოფაქცევის გამო მას საშუალება აქვს, რომ მიიღოს წერილები, გაეცნოს ახალ ამბებს, წაიკითხოს წიგნები და ასე შემდეგ. ასეთი გამოვიდა დღევანდელი ვიდეო და ძალიან გამიხარდება თითოეული კომენტარი და თითოეული თქვენი მოწონება. ეს იქნება უდიდესი мотиваცია, რომ გავაგრძელო მსგავსი ვიდეოების გადაღება. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.